მოგესალმებით ყველას. ეს არის დაპირებული ვიდეო, რასაც დაგგვირდით ფინანსურ ბაზრებზე სწორი ინვესტირებისთვის. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ყველა რესურსი დღეს წარმოდგენილი ყოფილიყო აბსოლუტურად უფასო, რომ ნებისმიერ შეგეძლოთ ინტერნეტში მათზე წვდომა. ასევე შევეცადე მაქსიმალურად ყველაზე უსაფრთხო ვერსია შემომეთავაზებინა თქვენთვის, იმისთვის რომ ბაზრებზე ინვესტირება მაქსიმალურად ნაკლები რისკის შემცველი იყოს და მეტი ფინანსური სარგებელის მომტანის. ამიტომ მოდით დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. თქვენ ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ S&P 500-ის ფასის ფრაქტალს. თუ რა არის ეს? მოდი განვიხილოთ ერთად. გეტყვით, რომ S&P 500 ეს არის ამერიკის ყველაზე დიდი საფონდო ინდექსი, რომელიც ზომავს 11 სექტორს. ეს ჩვეულებრივი საიტი მაქვს, შეგიძლიათ ამოწეროთ, შეგიძლიათ თქვენთან გამოიყენოთ sector spdrs.com. სადაც თქვენ ნახავთ სხვადასხვა სექტორების მიხედვით, როგორ არის გაყოფილი S&P 500, ანუ 500 ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი ამერიკული კომპანიის ფინანსური აქტივები. მოდით მაინც მარტივი რო იყოს, შევეცდები უფრო მარტივად ავხსნა, იმისთვის თუ რა არის exchange trading fund-ი, იგივე ETF-ი და რა არის S&P 500. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ძალიან დიდი კალათა, რომელშიც შიგნით შედის რამოდენიმე სხვა კალათები იმის და მიხედვით თუ ჩვენ რა გვინდა რომ ვივაჭროთ და რა გვინდა რომ გავაკეთოთ. ანუ S&P 500 ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგივე SPY ის იყოფა 11 სხვადასხვა სექტორად. წარმოვიდგინოთ, აი ესე. მათ თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა წონადობრივობა და სხვადასხვა ღირებულება. ჩვენ ამას ყველაფერს გავივლით, ახლა შევეცადე 0-დან დამეწყო. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ 11, ანუ რას ნიშნავს ეს? მაგალითად, მაღაზიაში ყველა ხართ შესული. მოდი წარმოვიდგინოთ ამერიკულ მაგალითზე Costco, ქართულ მაგალითზე იგივე Carrefour-ი. როდესაც შედიხართ საბოლოო ჯამში, როდესაც გამოვდივართ და სალაროზე ვიხდით გადასახადს, ჩვენ შეიძლება გქონდეს როგორც ძერხვეული, ასევე რძის პროდუქტი, ასევე ტექნიკა, ზუსტად ასე იყოფა S&P 500 თავის აქტივობის მიხედვით. ანუ შესაბამისად SPY ETF-ი, Exchange Trading Fund-ი, რომელიც საპენსიო ფონდია და ძირითადად ამ ინსტრუმენტს საპენსიო ფონდები იყენებენ საინვესტიციოდ, მასში შიგნით არის 11 სხვადასხვა სექტორი, რომელიც არის ჩვენს ირგვლივ და რომელიც განაგებს ამერიკის ეკონომიკას. მათ შორის ყველაზე დიდი ეს იქნება XLK, რომელიც არის ტექნოლოგიური, ასევე ფინანსური სექტორი, ყველაფერი რაც ბაზრებთან არის დაკავშირებული, მაგალითად არის XLF-ი და ასე შემდეგ. აქ არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, მაგალითად XLE, ეს იქნება energy სექტორი, მატერიალები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეიძლება როდესაც მაღაზიიდან გამოვდივართ, ბოლოში ვიხდით ნომინალურად მაგალითად $500, მაგრამ ამ $500-დან დავუშვათ $200 შეიძლება იყოს ტექნოლოგიური სექტორი, ანუ ჩვენ შევიძინეთ უბრალოდ ჩვეულებრივ მაღაზიაში ტექნიკა, რაც მის საერთო რაოდენობით ჯამურის 40% შეადგენს. ანუ ზუსტად მარტივ ენაზე გასაგებად, ზუსტად აი ასე არის S&P 500-ის ETF-ი მოწყობილი, რომელის სექტორებს თქვენ ამ ვებსაიტზე ხედავთ თქვენს წინაშე, შეხედეთ. ანუ, როდესაც ჩამოსკროლავთ, ნახავთ healthcare სექტორი, XLV, ინდუსტრიალი ეს არის XLI, მატერიალები ეს არის XLB, უძრავი ქონება ეს არის XLRE, technology, utility, სამომხმარებლო სექტორი, სამომხმარებლო მეთქი ეს არის კომუნალური სექტორი, ფინანსები, ენერგია, ანუ თითოეული მათგანი არის თქვენს წინაშე. ეხლა რაში აქვს თავარი განსხვავება? განსხვავება არის იმაში, რომ მათ წონადობრივობა ერთ მთლიან S&P 500-ში აქვს სხვადასხვა, მაგალითად საკომუნიკაციო სერვისების ETF-ი, რომელიც S&P 500-ში შედის, არის საერთო ჯამური რაოდენობის S&P 500-ის საერთო ჯამური რაოდენობის 10%. ანუ მისი დისტრიბუცია მოიცავს 10%-ს. ზოგადად რატომ იყენებენ საპენსიო ფონდები ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ETF-ებს, იმიტომ რომ ნაკლები რისკებია იმასთან დაკავშირებით, თუ ფასი როგორ შემცირდება, როგორ გაიზრდება. S&P 500-ის იგივე აი ამ SPY ETF-ის საშუალო სამოძრაო არის დაახლოებით 8-12% წლიურად და როგორც ხედავთ, ის დეკადების განმავლობაში იზრდება და აგრძელებს ზრდას. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, რომ
თან ფული იბეჭდება ფედერალური ბანკის მიერ და შესაბამისად მოქმედებს ფედერალური ბანკის მიერ. ანუ ჩვენ ახლა გავიარეთ სექტორი, მაგალითად, და აქ კიდევ ერთი რა დეტალი უნდა დავიმახსოვროთ, შეგვიძლია გადავიდეთ ნებისმიერ სექტორში, მაგალითად healthcare სექტორი, ეს არის ჯანდაცვის სექტორი, როდესაც გადახვალთ, თქვენ ნახავთ, რომ მთლიანი S&P 500-ის 9%-ია healthcare სექტორი და აი აქ ნახავთ ესეთ მონაცემს, რომელსაც holding-ი ეწოდება. როდესაც holding-ში გადახვალთ, თქვენ ნახავთ უშუალოდ ამ holding-ში ამერიკული ეკონომიკის რომელი კომპანიები არიან და რამდენი პროცენტით წარმოდგენილი S&P 500-ში. მაგალითად, healthcare სექტორში პირველი მოწინავე ეს არის Eli Lilly, რომელიც 12%-ია, Johnson & Johnson, რომელიც თითქმის 9%-ია, AbbVie Incorporation, რომელიც თითქმის 8%-ია. რატომ გეუბნებით ამას? მოდი მე მინდა რომ ციცხადე იყოს ყველაფერში. წარმოვიდგინოთ, რომ SPY ინდექსი ღირს დაახლოებით $700, ანუ SPY უდრის $700. შესაბამისად, რადგან healthcare სექტორი არის დაახლოებით 10%, ესე იგი XLV წონადობრივად ღირს მისი 10%, ანუ $70 და თუ Eli Lilly წარმოადგენდა 12%, მაშინ Eli Lilly-ის LLY-ის წონადობრივობა, ანუ საერთო ჯამში იქნება დაახლოებით $70 12%, რომელიც იქნება დაახლოებით 8.40. შესაბამისად, მისი ღირებულება, ანუ მთლიანად S&P 500-ში იქნება დაახლოებით მისი 10%-ის შემდგომ გაყოფილი 12% და ასე დადგინდება თითოეული მათგანის წონადობრივობა. ეხლა რა მინდა მთავარი აგიხსნათ. მე მინდა გესმოდეთ, რომ თითოეულ asset holdings მართავს ბორდი, რომელსაც აქვს თავისი შესაბამისი წესები, შესაბამის ფუნდამენტალურ და ტექნიკურ ანალიზია დაყრდნობილი, თუ რის მიხედვით იცვლებიან, როდესაც holding-ში გადავდივართ, ანუ კომპანიების წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში იცვლება მათი მდგომარეობა. ანუ ხშირ შემთხვევაში ხა იყო მაგალითად აქ United Healthcare-ი დაახლოებით 1 წლის წინ იყო პირველ ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ მათ კვარტალური მოგებები შეუმცირდათ და ასევე guidance-ი შეუმცირდათ, ანუ მომავალში ვეღარ შეძლებენ, როგორც ვარაუდობენ, დამატებითი თანხების გამომუშავებას, მათი საერთო რაოდენობა უბრალოდ შემცირდა. ეს უბრალოდ შიდა გადანაცვლებაა. ეხლა ეს ყველაფერი რატომ აგიხსენით? მოდით დავიწყოთ, ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. და ეს უბრალოდ რაც განახეთ დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ამას დაუბრუნდებით აუცილებლად. გადავიდეთ ესეთ აკაუნტზე, ესეთ ვებგვერდზე, რომელიც არის tradingview.com. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასო ვერსია აბსოლუტურად, როდესაც შემოხვალთ, მე სპეციალურად გავაკეთე, ეხლა თქვენთვის დაუნგრეიდი გავუკეთე, რომ აბსოლუტურად basic, ანუ საბაზისო გვერდი იყოს. ჩვეულებრივ, როდესაც შემოხვალთ, აი აქ მაგალითად sign out-ს გავაკეთებ და როდესაც გადმოხვალთ თქვენ, აი ასეთი რაღაც გაგეხსნებათ. შემდგომ, როდესაც შესვლას, აკაუნტში შესვლას დააპირებთ, უბრალოდ აირჩევთ, შეძლებთ აირჩიოთ მაგალითად თქვენი მონაცემები, მე ხა ჩემსაც შევიყვან, ერთი წუთით. თქვენ შემთხვევაში აქ შეიძლება Google-ის ნიშანი იყოს და პირდაპირ შეხვიდეთ, ერთი წუთით, მოც ვერ შევედი. აი აქ მაქვს შეცდომა მაქვს. როდესაც გადავალთ უკვე ჩვეულებრივ მთავარ გვერდზე, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ აი აქ უბრალოდ ჩაწეროთ search-ში ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო აქცია, ინსტრუმენტი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ან ფანდი, ან ფიუჩერსი, ფორექსი, კრიპტო, ნებისმიერი მათგანი, მაგალითად ამ შემთხვევაში მოდით ავიღოთ SPY. თქვენ როდესაც შემოხვალთ, ერთი წუთით, მე ხა უბრალოდ რაღაცეები ცოტა შენახული მაქვს და ამიტომ გეხსნებათ, თქვენთვის ეხა იქნება მაქსიმალურად საბაზისო.
აი ასეთი იქნება, ოღონ ვიზუალიზაცია ექნება დაახლოებით მოწყობილი ის იქნება აი ასე, ერთი წუთით. ანუ წითელი და მწვანე სანთლების მეშვეობით მე სხვადასხვა ლექციებში უკვე ვისაუბრე სანთლები რა არის და როგორ წავიკითხოთ, ვიმეორებ, უფასო აკაუნტია, შეიძლება რეკლამები ამოგვიხდეს და რეკლამები გამოგვივიდეს. ანუ ეს არის S&P 500-ის ფასის ფრაქტალი, დღიური, კვირეული, დღიურზე ჩავთოთ, მოდით. ეხლა რა მინდა, შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენ დავკავშირდებით და შემოვოთ ამ ანგარიშზე, შემდგომ მე მინდა აგიხსნათ ესეთი ინდიკატორი, რომელიც ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია, ეს არის საშუალო მცოცავი, მე ამიტომ ChatGPT-ს უბრალოდ შევეკითხე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, მე ვიცოდი რაც არის. ეს არის ძალიან მარტივი ინდიკატორი, სადაც სანთლების მიხედვით, აგერ არის ახსნა ChatGPT-ში, ანუ სანთლების მიხედვით, ბოდიშით. ანუ სანთლების მიხედვით მონაცემი გვეძლევა იმის მიხედვით, მაგალითად, როდესაც ინდიკატორებში შევიყვანთ და ჩავრთავთ, ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვაწყოთ, მას ხელოვნურად მივცეთ. SMA გავაკეთოთ 50 და გავაკეთოთ მაგალითად 200, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ანუ ამ შემთხვევაში მოდი 50 და 200-ით ვიმუშაოთ, ერთი წუთით. ეხლა ჩვენ წინაშე ჩარტზე დაემატა ესეთი ორი წყვეტილი ხაზი, რომელიც გვანახებს რას? ეს გვანახებს საშუალო ფასს, დახურვის ფასს, ანუ თითოეული სანთელი აღებულია მისი დახურვის ფასები, ანუ თითოეული სანთლის დახურვის ფასი შეერთებულია და გაყოფილია საერთო რაოდენობაზე. როდესაც 200 გვაქვს მითითებული ან 50, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად 200-ის შემთხვევაში ბოლო 200 სანთლის მონაცემი დაჯამდა საშუალო არითმეტიკულად, გაიყო 200-ზე და ჩვენ მივიღეთ აი ეს ფერი, რომელიც გვაქვს შემდგომით იასამნის ფერი 604. ანუ ეს გვეუბნება, რომ საშუალო ფასი S&P 500-ზე თავისი მყიდველის დახურვიდან გამომდინარე არის 604. ხოლო 50-თან მიმართებაში არის 654. ანუ ბოლო 50 დღეში საშუალო ფასი არის 654. ეს რაში გვეხმარება? ამას ზოგადად long term ინვესტორები საკმაოდ კარგად ხმარობენ და იყენებენ იმისთვის, რომ მიხვდნენ რამდენად მზარდია ტენდენცია და ღირს ფინანსურ ბაზრებზე ფულის დაბანდება. ანუ თუ ტენდენცია moving average-ების, როგორც მას ინგლისურად ეწოდება, საშუალო მცოცავები ქართულად, თუ არის ზრდის ფაზაში, ზრდის ტენდენციაში, ესე იგი ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და ყოველდღიურად ფასი ცდილობს მაღლა და მაღლა დაიფხუროს იმისთვის, რომ საშუალო იყოს ზარდი და ასევე იყოს ფინანსური სარგებელი. ანუ ჩვენ გავიგეთ უკვე რა არის S&P 500, ანუ რა არის ETF-ი და როგორ მუშაობს, როგორ ტესტავს ის ამას და როგორ ამუშავებენ სხვადასხვა ფონდები. ამ შემთხვევაში 50 და 200-იანი უბრალოდ ვიზუალის მიხედვით მოვაწყე, შეგიძლიათ ნებისმიერი დღიური მონაცემი გამოიყენოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის დღიური მონაცემი. შემდგომ S&P 500 აქვს ესეთი მეორე ინდიკატორი, რომელსაც ეწოდება S5TH. როდესაც გადავალთ, ჩვენ აქ უკვე moving-ი თვითონ არ გვჭირდება, მე უბრალოდ moving-ი აგიხსენით. როდესაც moving-ზე გადავალთ, მოდით გადავიყვანოთ ორკვირიან ნიშნულზე. მოდით გადავიყვანოთ კვირიან ნიშნულზე, უფრო მარტივი გასაგები იქნება და დაახლოებით 2007 წლიდან ეს გვანახებს მონაცემს. აი აქ მაგალითად ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაფერი გაათეთროთ, იმიტომ რომ ამას ფერებს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა არანაირად. მე არ ვაქცევ ყოველ შემთხვევაში და არც თქვენ გირჩევთ, უფრო შეცდომაში შეგიყვანთ. ანუ ჩვენ ახლა ვხედავთ დიაგრამას და რას გვაძლევს ეს დიაგრამა? დიაგრამა გვეუბნება, ანუ S&P 500-ში შემავალი აქციების, ანუ იმ 500 კომპანიის აქციების რამდენი პროცენტი ივაჭრება 200 დღიან საშუალოზე მაღლა. ანუ კიდევ გავიმეორებ. ამ შემთხვევაში S5TH, როდესაც საძიებო სისტემაში ჩავწერთ S5TH, ანუ ვიმეორებ S5TH, როდესაც ამას ჩვენ მივუთითებთ საძიებო სისტემაში, ამოგვიხდება ესეთი დაფა და გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე, ანუ დღევანდელ დღეს, S&P 500-ში შემავალი აქციების 57%
აი ივაჭრება 200 დღიან საშუალოზე მაღლა. ანუ ჩვენ ახლა სათითაოდ რო არ ვეძებოთ სათითაო აქციები, მაგალითად რომელი ივაჭრება, აი მაგალითად წეგან ელაი ლილის ვუყურებდით და მოდით ახლა აქ ელაი ლილის ნახოთ. და აქაც ჩავრთოთ ეს ინდიკატორი. რომ წარმოვიდგინოთ, რაზე ვსაუბრობთ. უყურეთ, აი ელაი ლილი მაგალითად ივაჭრება. ანუ ეს მონაცემი საშუალოდ გვანახებს, დაუბრუნდეთ წინა სლაიდს, თუ S&P 500-ში შემავალი საერთო რაოდენობის რა პროცენტი აქციების ივაჭრება 200 დღიან საშუალოზე მაღლა. იგივე ტიპის ინდიკატორია S5FI, რომელიც გვანახებს უკვე 50 დღეზე, ანუ 50 day moving average-ზე მაღლა მოვაჭრე აქციების რაოდენობას. ანუ ამ შემთხვევაში S&P 500-ში 50 დღიან ტრენდზე მაღლა 43% ივაჭრება, ხოლო 200 დღიანზე მაღლა 57.85. ეხლა რატო განახეთ და რატო გამომახვილე მაქსიმალურად 200 დღიან საინვესტიციო 200 დღიანი ძალიან კარგი ინსტრუმენტია. სპეკულატორები, ტრეიდერები ხმარობენ უფრო 50 დღიანს, ამიტომ მინდა რომ უფრო 200 დღიანთან ვიმუშაოთ და 200 დღიანი აგიხსნათ. რას ნიშნავს? მე მინდა შეხედოთ ესეთი რამეს. მოდით დავამატოთ ჩვენ ახლა ამ ფასის ფრაქტალს, შემოვიტანოთ და დავამატოთ თვითონ უშუალოდ S&P 500-ში. ესეთი რეკლამები ამოგიხდებათ ერთი წუთით. უყურეთ რა მინდოდა მეჩვენებინა. ანუ S&P 500-ზე ეს არ არის ვიმეორებ ისევ და ისევ ფინანსური რჩევა, ეს არის ჩემი გამოცდილება და შეგიძლიათ თქვენ თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილებები. მე მინდა განახოთ ესეთი რამ, როდესაც ორ ინდიკატორს ერთმანეთს ვუყურებთ, თუ მოვნიშნავთ მის უკიდურეს მინიმუმს და დაახლოებით 20%-იანი ნიშნულს, ანუ როდესაც ბაზარი, როდესაც S&P 500-ში 200 დღიანზე ქვევით სავაჭრო კომპანიები 20%-მდე ეცემა, ანუ 500 კომპანიიდან მხოლოდ 20% ივაჭრება 200 დღიანზე ზევით, ეს ტექნიკურად ნიშნავს ბაზრის ძირს. ასე იყო 2008-ში, 2011-ის ბოლოს, ასე იყო 2015-16-ში, 2018-დან 19-მდე, ასე იყო COVID-ის ძირში, ასე იყო 22-ის ძირში, ასე იყო 23-დან 24-ის ბოლოში და ასე იყო ტრამპის ბოლო ტარიფების ომის დროს, როდესაც დიდი ვარდა გამოვიწვიეთ. ეხლა შეხედეთ, მე მინდა განახოთ, რომ როდესაც ბაზარი ყველაზე მეტად გაუფასურებულია, ანუ ჩვენ როდესაც ვაჭრობთ, ან ზოგადად ინვესტირებას ვაკეთებთ, ყოველთვის ვცდილობთ ვიყიდოთ ისეთი რამ, რაც არის გაცილებით იაფი, ვიდრე მისი რეალური ღირებულება. შესაბამისად, S&P 500-ში, ანუ ეს ადგილი ითვლება ეგრეთ წოდებულ საკიდელ ზონად, buy ზონად, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც S&P 500-ში შემავალი აქციების 20% და უფრო ნაკლები ივაჭრება 200 დღიან საშუალოზე, თითოეულ ისტორიის განმავლობაში 2009 წლიდან თითოეული ეს ადგილი არის საკმაოდ საინტერესო და თითქმის სრული სიზუსტით გვიდასტურებს იმას, რომ ბაზარმა ვარდნა დაამთავრა და ფინანსური ბაზრები არის მაქსიმალურად გაუფერულებული. რაც არის, მე მას საკმაოდ კარგად ვიყენებ, ანუ ვიზუალურად, როდესაც მინდა გადავწყვიტო, ასევე მინდა გესმოდეთ, რომ ზევითაც აბსოლუტურად იგივენაირად მუშაობს. ზევით უნდა გვესმოდეს, რომ დაახლოებით არის, ანუ მაღალი გადაყიდულობის ზონად ითვლება, როდესაც S&P 500-ში ზევით 90% აქციების ივაჭრება 200 დღიან საშუალოზე მაღლა, ეს ითვლება, რომ ბაზარი არის ძალიან გაძვირებული და მისი ყიდვისთვის არ არის კარგი დრო, იმიტომ რომ ზევით ზრდის რისკი, ანუ თქვენი ფინანსური თქვენ რომ იყიდოთ მაგალითად, შეიძლება ნაკლები რისკი მოგიწიოთ, ანუ ნაკლები სარგებელი მიიღოთ, მაგრამ რისკი გექნებათ მაღალი. შესაბამისად, როდესაც აინვესტირებთ, მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თქვენი რისკი იყოს მინიმალური, ხოლო თქვენი მოგება იყოს მაქსიმალური. ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ
როდესაც ბაზარი არის გაუფასურებული, ზოგადად მასში შემავალი კომპანიის აქციები არიან გაუფასურებულები, მაშინ მოვახდინოთ. ეს მომენტი ახლა ვიღაცამ შეიძლება რაღაც კანონზომიერებას დაიჭიროს, რომ 60 წელიწადში ერთხელ ხდება, ეს უკვე თქვენზეა, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული და მე მინდოდა უბრალოდ ამეხსნა, თუ როდის არის საბოლოოდ ბაზარი ყველაზე მეტად გაუფასურებული და როდის არის ყველაზე კარგი ყიდვის დრო მაშინ, როდესაც დამიჯერეთ ყველას და მთელ მსოფლიოს ეშინია ყიდვის. ეხლა უშუალოდ როდესაც ეს აქ მოვიდა, რა ვიყიდოთ? მეგობრებო, ეს არის აბსოლუტურად თქვენი არჩევანი, მე არ ვაკეთებ არანაირ ფინანსურ რჩევებს, მაგრამ მაგიტომ განახეთ ეს საიტი, მაგიტომ განახეთ S&P 500, თუ თქვენ ინდექსური ფონდების განსხვავებით უფრო უპირატესობას ანიჭებთ აქციებს, შეგიძლიათ აიღოთ თქვენთვის სასურველი სექტორი, ანუ დარწმუნებული ვარ, ახლა ხვდებით რა სექტორებზეც არის საუბარი, მაგალითად შეხვიდეთ ნებისმიერ XLF-ში, ანუ ფინანსური სექტორი გინდათ შეიძინოთ, გადახვიდეთ ჰოლდინგში და მე გირჩევდით მაგალითად, რომ როდესაც ბაზარი არის მაქსიმალურად გაუფასურებული, პირველი 10-ეული ან პირველი 5-ეული გამოიყენოთ, რომ იმისთვის, ანუ Berkshire Hathaway ამ წუთისთვის JP Morgan-ი, აი ხა მაგალითად, ანუ ბაზარმა რომ დაიწყოს ვარდნა, მოვიდეს ეს ინდიკატორი დაახლოებით აი აქ, ანუ ეს ინდიკატორი ჩამოვიდეს აქ, გითხრას რომ ბაზარი არის მაქსიმალურად გაუფასურებული, მე ეხლა სხვა ცოდნასაც გამოვიყენებდი, მაგრამ დღესდღეობით შევიდოდი და თუ ბანკების აქციებში მინდა დავაბანდო, თუ სხვა ნებისმიერი სექტორის აქციებში, მაგალითად იგივე healthcare-ი, შევიდოდი ჩვეულებრივ ჰოლდინგში, ვნახავდი პირველ 3 კომპანიას, ამ პირველ კომპანიას და შევიძენდი მას, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ტექნიკურად, ელაილილი სად იქნება, კი, რა თქმა უნდა, რისკები მაღალია მაინც, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო ჭრილში მან შეიძლება ვარდნა დაამთავრა და უფრო მეტად დაცული იქნებით. ანუ თქვენ ის მაინც გეცოდინებათ, რომ გაუფასურებულ ბაზარში იყიდეთ თქვენი შესაბამისი ინტერესის, ანუ თქვენ რაც გქონდა, მაგალითად ტექნოლოგიური სექტორი ავიღოთ, XLK, მაგალითად ტექნოლოგიურ სექტორში შევიდეთ, ანუ როდესაც ბაზარი არის მაქსიმალურად გაუფასურებული, შემოდიხართ და ირჩევთ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან პირველ 3-ეულში, ან პირველ 5-ეულში და უნდა გესმოდეთ, რომ ეს კომპანიებიც მაქსიმალურად იქნებიან გაუფასურებული. ანუ ზუსტად ასე შეიძლება შევარჩიოთ. ჩემი მთავარი მიზანი არის ცოდნის გავრცელება, იმას რასაც მე ვაკეთებ, ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვიცი რომ შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვები მრავლად იყოს, თუ ვინმეს გაგიჩნდება, შეგიძლიათ ჩვენს Telegram ჯგუფში კომენტარების სახით მომმართოთ, არ არის პრობლემა. უფრო სექტორები როგორ მუშაობს და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდში, ან ეკონომიკური მდგრადობის პერიოდში, რომელი სექტორებია მზარდი და რომელი კლებადი, ამას უკვე შევეცდები მომდევნო ვიდეოებში აგიხსნათ. დღეს კი მე განახეთ სულ რამოდენიმე მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება იცოდეთ ბაზარზე კარგი დრო არის ინვესტიციისთვის, თუ ცუდი. ღირს ყიდვა, თუ არ ღირს ყიდვა. ანუ ყოველთვის უნდა შეაფასოთ იქიდან გამომდინარე, თქვენ როდესაც აინვესტირებთ, რისკი უფრო მაღალია და ბევრია თქვენი რომ დაკარგავთ, თუ შესაძლებლობა რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ. ასევე განახეთ, როგორ მიხვდეთ, რომ როდის არის ბაზარი მაქსიმალურად გაუფასურებული, განახეთ სხვადასხვა სექტორებში როგორ შეხვიდეთ და როგორ ამოარჩიოთ მაქსიმალურად გაუფასურებული ფასიანი ქაღალდები, რომელშიც ინვესტირება გაცილებით ნაკლებ რისკიანია და შეიძლება უფრო მაღალ შედეგიანის მომტანი. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ მომდევნო ვიდეო ჩავწერო უშუალოდ აი ამ სექტორებთან დაკავშირებით, იმისთვის რომ აგიხსნათ სხვადასხვა ეკონომიკურ ციკლებში და სხვადასხვა ეკონომიკურ მაკროეკონომიკურ სიტუაციებში მსოფლიოს მასშტაბით როგორ მუშაობენ ეს სექტორები, რა არის ბაბლები და რა არის Black Swan ეფექტი. დღეს კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.